დილამშვიდობის, ჰაი, მოგესალმებით ყველას. სულ 5 წუთი და გავარგვივარ სამსახურში და ისეთი ქარია ჩემს აივანზე. მიყრილი, მოყრილი ყველაფერი ხო იცით სარემონტო რაღაცები ხდება. ხო და ნახეთ რა ქარია. სასწაულის სიურპრიზი გავიკეთეს გუშინ, ამასაც და მოგვიანებით მოგიყვებით. ასე რომ ბედნიერი დღე ქარია ყველას. ამასობაში სულ რო არავინ პატრონობდა თავისით ესე ბედნიერად ამას შეხედეთ რამდენი შვილები ყავს თავისი გადავირიე თავისთვის გაიზარდა ნახეთ ესეც სულ თავისთვის ცხოვრობენ მოკლედ სანამ მოგიყვებით რა სიურპრიზი გავიკეთეს და რითი გამახარეს ჩემო ოჯახის წევრებმა უნდა გაჩვენოთ მარიამის საჩუქარი. მარიამი აქ არის ახლა მელოდება. მოდი დედიკო ცოტა აქეთ რომ შენს გამოჩნდეს საყვარელო. ხვალ აქვს მარიკოს ღია გაკვეთილი, ხო და გადავწყვიტე რომ მარიკოს გავუკეთო საჩუქარი და ძალიან რო უყვარს და სუჩევებს იკეთებს არის გაგიჟებული. ეგ ვაჩვენო და ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ჩემი გოგოს ბეჭედს, ხო, რომელიც დედიკო მუყიდა, ოღონდ რატო ვერ ნახულობ ნახე. და არა მხოლოდ ბეჭედი, აი საყვარელო და თმისამაგრე, ეს თმისამაგრებიც უყვი და ის თეატრი ჩვეულებრივი. ხო, და ჩემ გოგოს უნდა ვაჩუქო ბეჭედი. დახუჭე თვალები? დახუჭე, აბა თუ მოგეწონებადე. გაახილე საყვარელო? ნახეთე! გაგიკეთო გინდა? პატარავდება კიდეც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს დიდი ექნება მარიკოს. მოიცა საყვარელო დავაპატარავოთ და ისე შეხედე დედის გული თუ მოგეწონება აბა საყვარელო. აბა მომეცი დედიკო თითი? არა, აი ეს. ვაუ. მარიკო, როგორ გიხდება? გძრება ამაჩვენე სიხარულო ერთი წუთით, რომ დაგიმაგრო ხო არ გძრებადე? აი, არა, ხო არ გძრება თქო, უბრალოდ არასწორად ვკითხე, გძრება ერთი წუთი დედიკო ამას დაგირეგურებ, რომ მას ვქნათ პატეწუნეთით. ხო, ერთი წუთი და ეს გული. აი მე დედა ეს რა ძალიან უჭირს ამას. მომეცი და იცი რა, მამამ უნდა დაგიმაგროს. აი ასე დედიკო. მოდი დედიკო, თითი მომეცი თუ შეიძლება. გძრება კიდე? ხო აღარ გძრება საყვარელო. ამას მე მამიკო კარგად დაგიმაგრებს. აბა აჩვენე დედიკო თითი. ვაუ, ძალიან გიხდება. გინდა ხვალ ღია გაკვეთილზე გაგიკეთოს დედა? კი. შვიდობაში დე. გეკეთება გინდა? რა ლამაზია დე, საყვარელო. ნახეთ როგორი ის არის. ძალიან ლამაზია. მომეც დედიკო ესენც გაგიკეთო ერთი თმაზე, ნახოთ როგორი გოგო იქნები სულ ერთი. ვაიმე, კაი მეორე მომეცი არ მინდა ეგ, არ მინდა ეგ. არა, მობრუნდე. შენ აიღებ ხო? ვალა! სია, მეორე შენა. გაჩვენეთ. ჩემი გოგო, მაჩვენე. მაჩვენი დათვლები. საყვარელო. რა ლამაზია დე. რა დე? რენაცუყარე. შვიდობაში. მოკლედ ხა თაყავა უნდა მოვადუღოთ, იმიტომ რომ სასწაულად მინდა ყავა. აი, ხო არის რაღაცა ძალიან გინდა ადამიანს და მე მინდა ყავა. ყავა მინდა. ხო და თან მოგიყვებით? და დედიკო ერთი წუთი ყავა უნდა ჩავყარო, რაც კაპი. მოგიყვებით გუშინ და ჩემს სიხარულს. ესე იგი ხალხო. მამა მოიტანა გუშინ, უნდა გაჩვენოთ მე არ ვიცი დღეს თუ ხვალ რა ვიცი, ამ დღეებში უკეთ გაჩვენებთ. აუცილებლად ნახაც, რომელიც შეუკვეთა დედამ და მე მამა მოიტანა მოკლედ. არის არაჩვეულებრივი მხატვარი დედას უკიდან წარმოშობით, რომელიც სასწაულად ხატავს, აი სასწაულად ეს გოგონა. ხო და მოკლედ მზად იყო და მამამ წამოიყო და ჩვენ გვეგონა რაღაცა იპაწაწუნა, რა ვიცი, ან ცოტა, მაგრამ აი ნახევარი კედლის ხელა რაღაცა იმშველებელი. და სასწაულად ლამაზი. მერე გაჩვენებთ, ხო და მოკლედ დედა გვირეკავს, რომ ის არისო, უნდა მოვიდესო ჩემი მეგობარიო ნახატი სანახავათო. ხრი ბატონო. რა ვერ მივხვდი.
ხო და რა ნახათ მოხარ ხო და მოგეთო მოვაო ჩემი მეგობარიო უნდა ნახოს ნახატიო და ხო სახში იქნებით ამ დროს ხო ანუ ამ დროს სახში ვიქნებით ხო და ნუ სახში ვიქნებით ხო მეუთხარი ნუ არაფერი განსაკუთრებული გავიდა დღე მოვედით სამსახურები და ნუ მოკლედ ყველაფერი წესრიგშია ხო და მანამდე 2 დღე რო ვრეკავდით ჩემებთან საბერძნეთში ვკითხულობდით ჩემ ბრძალს რა რომ ნირა შვება მეთქი და მეუბნებოდა რომ აი სამსახურშია ვერ იცლის ასე შემდეგ და იმ დღესაც რო დავურეკე ანუ წინა დღეს მეუთხარი რა შვები მეთქი დედა თქო ჩემ ძელსთან იყო გასული რა და დასვენების დღეს და ხო აქ რა ნინ რა შვება მეუთხარი მუშაობდა აი მეთქი ხო და ისვენებდა თქო და რაღაცო მუშაობს ანუ ამ საუბარში ვართ ხო და ხო კაი ძალიან ესე მომიცილა ანუ ახლა რო ვაცნობერე მომიცილა ხო და ვიფიქრე რავი რაღაცა საქმე აქვს მოთხარ აღარ შევაცხობ კაი დედა კაი კონტაქტზე არ გამოდის არავინ ანუ გუში ნორმალურად კონტაქტში ვერ შევედი ოჯახის წევრებთან მესმის ხმა კარი გააღე ანუ მარტო კარი გააღე როგორც ჩანს საუბრობდი ან რაღაც და დაუძახიათ გვანცა კარი გააღე ხო და მეთქი კარი გააღე ესე პირდაპირ კარი გააღე მეთქი დედა ვინ თქო რა არც ახალი დაიძახა მე და აი ესე თან ბუნდოვნად გავიგე ხმა ანუ ვერც გამოვარკვიე რა ვერავის ხმა და ხო და მორბის მამა ჩემი კიბებს რომ ვაიმეო გვანცაო ეს არისო ჩვენი ნინოაო კარებთანო ხო და მე მეტი რა მინდოდა აკეთეთ რა ნინო საიდან იკოდებ მე ვთხარი ახლა ყულა უნდა ჩამიყვან მე ერთი პირი ვფიქრობ თქო მომელანდა მეთქი და არც ვაპირები ჩასვლას ამ კარებს გასაღებ ხო და არაო კაცო ჩვენი დათოს ნინოაო და მამა არ იქნება დათოს ნინო მეთქი ხა რა დათოს ნინო მე ვთხარი ანუ ათეში ადამიანი დათოს ნინო მეთქი გოგო ეგ არის და საუბრობ ჩხუბობ რომ აი ტყულა ჩაკავარ და რა ის ხო არ იხებს და გასუსულია რა მე ვარ და გავაკე და აი მე რა დამემართა ხალხო რა დამემართა კიდევ დავიცენტრე აი ესე მანქანაზე უკან გადავეხუდე აი რაღაც ცნება რო აგიწევს ხო იცით აი გადავკანდი ანი კანკალდა ხელები ვერ გავიგე რა ჩავეხუტე ანუ ემოციებსგან სუდად გავხდი თურმე თქვენ ახევარია ბილეთი აღებული აქვს ხალბატონს და ვიკეთებ სიურპრიზს რომ რამდენიმე დღე ჩამოფრინდა ისე მიფრინავს მაგრამ ნუ სიურპრიზი გავუკეთეს და არ გითხრეს და ეს დაგვაწყდა თავის ოღონდ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ემოცია აი ბოლო პერიოდში რა ემოციებიც მქონიათ იმდენად კარგი ემოცია იყო აი შეგრძნება მქონდა რომ ყველა ერთად რო ხართ ხო იცი და ავაგევსება ყველაფერი ბედნიერებისაგან ანუ ჩემი ძმის ცოლი და სულ ამბობ რომ მე და ნის გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ანუ არაჩვეულებრივი ურთიერთობა შეგვიძლია დავარქვათ და ძალიან მიხარია რომ აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა აი ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ძალიან ბევრ დეტალებზე ვსაუბრობთ აი ისეთზე რომ ზოგი რომ მარტო თქალს უყვება და აი მის მაგას როგორ მოუყვება თუ რცახს როგორ მოუყვება თუ არა ანუ ჩვენ ეგ რაღაც არ გვაქვს აი ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს და სხვადასხვა ჩემს მოსთანაც ანუ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ხო და გავგიჟდი ხალხო ღმერთო ყველას მოგცეთ აი ეგეთი ზღვა ემოცია მე რომ მქონდა გუშინ აი ერთი პირი ვიფიქრე არ დავიცენტრო მეთქი ა გული არ წამივიდა ზოგადად მე ვთქვა რაღაც დაგინახოთ მე ვთქვა ეგეთი სიურპრიზი მომიწყოთ იმიტომ რომ გული ხალ ცუდად გამიხდა ჩავიგეთ კარებში აი მე კიდევ გადავირიე და მე რეიძახდა რომ ჩემი ძალი რომ აი ამ ემოციისთვის ღირდა აი თქვენი ის სახები რომ მე ნახა ამ ემოციისთვის ღირდა ამდენი ხანი რომ გვიმალავდნენ ბატონო ვა ჩვენოთ მოვალ ახლავედე აი უბედნიერესი ვიყავი გუში უბედნიერესი დღესაც მაგრამ აი იმ ემოციას ხალხო ხო და ნუ მოკლედ აი ესეთი უბედნიერესი დღე მქონდა და გქონდა ჩვენს ოჯახს ზოგადად აი ძალიან მოიხსენი ბეჭედი რატოდე უნდა ბაჩვენო ხალხზე გაიკეთე რომ ნახონდე ესე ვერ დაინახავენ არა დედი გაიკეთე ჩემო სიცოცხლე ხალხზე და შენ კაბები ისე ვაჩვენებ დაგიხმარები დაიკეთე დედიკო ეგრე ვერ დაგინახავენ ახლა შენ რომ იმას ისა მოიცადე გავწიოთ და უკან ცოტა აი ასე აჩვენე დედიკო ჯერ ბეჭედი აჩვენე
აი ულამაზესი ხარ, მაგრამ ეს თვები რატო გაიფუძე? ულამაზესი ხარ, აი რა ვიცი. დედასავით ლამაზო. ვაჩვენო? უნდა მე თმებს გავიკეთო. გინდა მე გაგიკეთო? არა. კარგი. აი აქ დავდებ და აიღე. ხო, ამასობაში მე, რა ვიცი, მერხიორებზე ცოტა გადავირიე. ისედაც ძალიან მიყვარდა, მაგრამ შევქორმა იყიდა ბეჭედი, ხო და სხვადასხვა სამქალმაც მითხრა, რომ ეს არისო ისეთი ბეჭედი, აი ქალიც რო იკეთებს, კაციც რო იკეთებს. ანუ ამ ბეჭედზე ესე რომ აუცილებლად კაცის არის არ რაღაც ეგრე არ არისო და შევქორა რომ იყიდა ის ვერცხლია, ოღონდ ძალიან მომეწონა რა, აი ძალიან და მეთქვა მე ვერ მიყიდე, მე ვთხარი. ხო და ისა. მიდი. სად გაგიკეთო? აქ. გაუშვი აქ. ერთი აქ. მოიცა დედი. უიმე, აჰა დედიკო. მეორე სად გაგიკეთო საყორო რაღაცნაირი ის არის, ცუდი ის. ხა ჩემოლა. გაუშვი ხელი დედიკო, სწორად რო გავაკეთოთ, გაუშვი ხელი. აი ჩემოლამაზო დედიკო რა. აი, სია დედიკოს გოგო, აღარ მოეცდა ვერ გაგიკეთებ. ხო და მოკლედ ეს ბეჭედი რო ვიყიდე, ის ქალბატონის აღარ იჯდა მოკლედ და ძალიან გული დავწყდა, იმიტომ რომ კაი რაღაცები ხობდა. კიდე მოიტანდა, ვიფიქრე მოიტანდა რა, კიდე ნაკეთობებს და მე ყველა ერთნაირი ისტორიებია. ხო და მარიკოს ვუყიდე კოლგოტი და იქვე ერთი ქალბატონი მუშაობს. ერთმანეთი ისტორია ბეჭდები. კარგი, ერთი წუთი დედიკო. იქვე მუშაობს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ყიდის აქსესუარებს, წინდებს, ანუ ყველაფერს რა, მაგ წყლულმან რაღაცებს და ძალიან ხშირად ყიდულობ ხოლმე მასთან და აი ცნობს და ძალიან თბილი მოკითხვა გვაქვს ხოლმე და ძალიან ადამიანური ურთიერთობები და უცებ არ დავინახე ხალხო. აი ეს. მოვკარი თვალი, რომ ვაიმე დედი არ დაგივარდეს. უცებ თვალი მოვკარი. ხო გითხარი. რომ იყო ეს და გადავირე, ვაიმე მე ვთხარი და ამას არ აქვს მნიშვნელობა, ქალიც იკეთებს, კაცის ეს ისეთი ის არისო, როცა შეგიძლია ნებისმიერ სქესმა გაიკეთოს. ეს არის მერხიორი. ესეც მერხიორი, ოღონდ თქვენ დამოყვალიანით ვიცით. ამან არ გამიშავა თითი და აი ამან გამიშავა. ანუ და ვერ მივხვდი რატო და რა მითხوار უნდა ჯერ გაწმენდა თუ დამოყვალიანებთ მადლობელი ვიქნები. მე კი როცა გავივლი ქალბატონს ვკითხავ თუ მანამდე არ გავერკვიე რატო იმას ვქენი, მაგრამ არ არის პრობლემა, წყალში უნდა გამოიყენო და პირიქით ნახევ საუბრობ. რა იყო დედიკო? არ მიყვარს დედა რომ საუბრობ და არ მაცდი, ეგ არის უკულტურობა. და მე კიდე არ მომწონს, როცა უკულტურად იქცევა ადამიანი. აჰა. მოვიხსნი, განა არ მოვიხსნი დედა, მაგრამ ანუ რო არ მაცდი და ჩემთან ერთად საუბრობ არ შეიძლება დე. გავიგე. შევთანხმდით? კი. რა უნდა ქნა? ბოდიში. არა, ხელი დამირტყიდე. გოგო რა ვერ დაინაღე სიცოცხლე. ხო და მოკლედ ესეთი ეს ვერ გავიგე მოკლედ და დამოყვალიანეთ რატო გამიშავა. რითი გავწმინდო, ანუ რომ აღარ გადავიდეს აი ამ მონაკვეთში. აქსიშავი არა, მაგ აქ ის არის, ანუ ეს ხო მოჭერილია, ხო და აი ამ მონაკვეთში გამიშავა ცოტა და არ ვიცი შეიძლება რომ მე დაისველებ ხელს და დაიბანდა რაღაცა მე აღარ იზავს, ანუ მოკლედ ვერ გავიგე და ვნახოთ. ხო და ძალიან დაბალფასში მომცა, თან დამიკლო კიდეც და აი უიაფესად მომცა მართლა და რაღაცები ვიყიდე ამ მარიკოს ბეჭედი. აი ცა ახლიდან გაჩვენებთ მარიკოს ბეჭედი. აი ჩემო ლამაზო მეთხრები. აი მე ვერავიტან ახლა ამ მდგომარეობას. მოიცით გოგობით მაგაუგე. ჯერჯერობით ხო ძალიან გამხდარია და მე აი ეს თმები რო ესია, ხო ეს აი რავი რაღაცა ვიზუალი აქვს სასწაული. გამიკეთეთ მა, მე სად გავდამარჭო. ეს მეკეთე და ის ძალიან მიყვარს ჩემი ის ბაბთიანი. ხო და შენ ჩაგაქვს ბათიანი და მე. აი მე გაკოცოდე. მოდია გოგო. მოდი ყელში გაკოცოდე და. გამიკეთე რა და ხო და მოკლედ ეს ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან მეწუწუნე ჩემს რომ მე რატო არ მიყიდე, მე ვთხარა გული დამწყდა და აღარ მინდა თავად ვიყიდე. მართლა. მაგრამ ეს ჭიქა ხალხო, აი ხე არ ვიცი, ხედავთნე და აი დაიწყაც ხდა მოვიტაროს გტანჯებთ. ამოტეხილს დარწმუნებული ვარ რომ ხედავთ აი აქ.
არ ვიცი ეს ნიჟარაში ჩარახუნების შედეგია აი მე როგორ გვერდულად გავიკეთე ლამაზი ვარ ხო და ალბათ მაგის ბრალია და მოუწევს ამას კუპეში ჩემო გოგოებმა მაჩუქა თეთრი ჭიქები ოღონდ აი რომელიცით მე რო თეთრი თეფშები მაქვს სულ მაგას ვიყენებ და შეება ვინც ხშირად მიყვართ გეცოდინებათ აი იმის ნაბორივით არის რა მოკლედ და ძალიან მიყვარს უბრალოდ ესენი რომ მაქვს ჯერ აღარ ვიყენებ იმას იმიტომ რომ ესენით ისინი სად დავალაგო ახლა მართლა ის ხوار მაგრამ უკვე დინამოს ახში და სივრცე იმხელა და სუნამო ხარ ამიტომ ისინი დროებით შევინახე და ამას ვიყენებ და ნუ მე ეს უკვე ისი აი რაღაცა შელახული ზოგი და მე კი მივხვდა ნელა დედი ყვარდა მაგცევინო დედა კარგია რომ ეს ბეჭედი მიყიდე და ეს კაპე მაჩვენე შენი ხელის ყვარულო ხო აღარ გძვრება დე აი რა ხო არ გიჭერს დედიკო მე არ მანერვიულობ ხო არ გძვრება ხალ გინდა გაიკეთო ღია გაკვეთილზე ვაიმე ჩემო ერთად რა ჩაჭაბად მისე სამხუში მაშინ გავიკეთოთ ჩემს სამსახურს ხო ამასობაში ჩემს სამსახურთან დაკავშირებით სიახლე არის ის რომ მომიწევს თელი ივლისის ბოლომდე მუშაობა და აგვისტოში არ მინდა, მაგრამ აგვისტოშიც ჩადინეობენ და მაგრამ მე არ მინდა. ივლისის ბოლომდე, მაგრამ მარიკოს რადგან ითხოვენ ივნისში გოგოებო, ნამებმება. მე გავიხუჯებ ხოლმე და ამიტომ არ ვიცი ახლა ხმაში რატო უნდა ვისაუბრო ან როგორ და თქვენს და გალოთ, მაგრამ არ მაძლევს. გავაკეთე. თმა გამიკეთე დედიკო. და ამიტომ რადგან მარიკოს დაითხოვენ გოგოებო, სხვა გზა არ მექნება და მომიწევს რომ ვატარო, აი თქვენ ხო წარმოგიდგენ. აი მე დრამაში ვარ, აი დრამაში ვარ. მომიწევს ვატარო მარიამო ჩემს სამსახურში. განა პრობლემა ახლა იქაც ბაღში იქნება გადასავლად გაერთობა, მაგრამ აი ის მომენტი რომ ამ ხელგზაზე უნდა ვატარო, ეგ ცოტა მძაბავს. თან 3 საათზე რომ მოვდიოდეთ უკან არ დამძაბავდა, მაგრამ ახლა გამოიცანეთ რომ რამდენი მომიწევს იქ ყოფნა. მადლობა და სრული განაკვეთით მომიწევს იქ, ანუ საღამომდე მომგვიწევს მე და მარიამს ყოფნა და 7-მდე სახლში ვერ მოვალთ. ასე რომ მაგარ ამბავში იქნება ივლისში არ ვიცი საერთოდ როგორ იქნება ხოლმე ვლოგის ამბავი. რა თქმა უნდა დაიდება ხოლმე, მაგრამ ალბათ იმ დროს არ დაიდება, როცა უნდა დაიდოს, იმიტომ რომ ხა 7-მდე რო სახლში ვერ მოვალ, სანამ დავამონტაჟებ, სანამ მოკლედ როგორ იქნება იგი ივლისი, მithunაც არ ვიცი. დედა მე ჩაის მოვჩი. მარა გოგოებო შევეცდები, რომ 2 დღეში ერთხელ მაინც დავდო და თუ შავადკვირები დამთხა ყოველ დღე, სხვა დღეებში 2 დღეში ერთხელ რაღაცა აეგრე ავაწყო, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ დავდო ვერანაირად ყოველ დღე, იმიტომ რომ ნუ ვერ დავდო. ასე რომ ესეთი ამბები იყო გვანში. გოგოებო. ხაპუშხაპი. ბედნიერი დღე მქონდა გუში და ეს დღეები ეს ემოცია გამყვება. ვის გადაგიხიხავთ? მთელი პირი. ამით. აი ამით იმდენი მივირთვი, რომ გადამსკდარი მაქვს შიგნიდან ყველაფერი. აი ენას ვერცად ვერ ვადებ. მე დედა ძალიან ცუდად გაგთმები რა გეხოცები. შემიძლია ყურება. მოდი დეჯემდან. მოდი სიყვარულო. მოდი ანუ საჯიხარ დე ჩემო ლამაზო. ჩემო პაწაწინადე. მოდი შენ გონებით და შეყვარულით და გაგუწო. გონებით და სიყვარულით და გაგუწო. დიდი მადლობა დედიკო. დედი რამე ლექსი ხო არ იცი შემთხვევით? ხო რა უნდა მოყვე? ჩიტიჩიორა. რა ჩიტიჩიორა მოყევი? ბარტყების. ეგ ხო დედა, ეგ ვიცი რომ იცი სხვა? ითელგუდა. აბა მოყევი. ითელგუდა. ქუჯე
წითელი კვდით და ყვავილებს კარებოდა და მამის შემდეგ არიშორდა მაგ წითელს ქუდს და ბებიამს მოუხსოვა ეგ ქუდი და მერე იცი შეხვდა მიგელი საძამგელი და მერე შეჭამა და ამ დროში ეხლა ჩიტიჩიორას მოვყები ეხლა ჩიტიჩიორა მინდა ჩიტიჩიორა მჭირდება იყო და არა იყო რა ხის უკეთესი რა იქნებოდა იყო ერთი ჩიტიჩიორა რომელსაც დაარქვეს ჩიტიჩიორა და სამი ბარკი ყავდა იმიტომ რომ საჭმელს და ფრენას ასწავლიდა მერე შეჭამა ამ დროში მგელი შეხვდებოდა მგელმა შეჭამა სანამდე მაგ შემდეგ მოვიდოდა მგელი აბა ჩამოვდვალო მგელი და თვი კიდევ ჩაუდე კიდევ და კიდევ ავიღდა ხო შე ვინც გინდა ის თქვი დედიკო მერე და მერე კიდევ ამ დროს ეხლა მონადირე ჩამოვიდა და მივიდა მელაკვდა ჩიტოჩიორაო რავო ბატონო მელავო ერთი ბარტყი განმომიგდეთ თორე შავთხეს დაგაყენებო ჯუჯმოვიტან ჯუნცულასაც ხელეთვოსა წანძულასაც ხესაც მოვწრი ხის ძირშაჯაც შენ შეგვჭამდა შენ შვილსაჩო შეშინდა ჩიტიჩიორას სამი ბარტყი ყავდა და ჩიტო რა გატირებსო იმიტომ რომ მელაკვდა ბარტყები შემიჭამაო სამი ბარტყი ყავდაო და შუქში ეშოლა თოფი და ამოიყვანა პატარა ბარტყები ძალიან უხაროდა ხო და იმიტომ რომ მე გავიგე ზღაპარი ახლა ვხვებზე აკი გოგო ხარდე ყოჩა ხდე ახლა გოჩე გოჩებზე ერთმანეთი ძმები იყო ისინი და მოდი რა ძმებო შაღლია ვაშენოთო შაღლია აშენეს ამ დროს მელაკვდამ ჩამოიარა და შეუბერა ორი სახლი და მეორე ვერ შეუბერა იმიტომ რომ ჩეხში ჩავარდა და ყველაფერი დაეჭვა კუდით და თებით გაფრინდა თებით კი არ გაფრინდა ვერ გაფრინდა ამიტომ ჩეხში აღარ იყო მელაკვდა და ბუხრიდან იყო და მერე აშენ გადარჩენ გოჭები აკი გოგო ხარდე ყოჩა მოდი ღეგა კოძო მოდი ვაი მე დედასი გადმოდი ახლა და ნინის საჩუქარი მოგეწონა ნინომ რო ჩამოგიტანა გუში შოკოლადი და ხო წადი იოგურტი გამოიღე და გაგიხსნი მიდი იოგურტი აქ იყიდა და მიდი
თოჯის ჩამოუტანა თოჯინა, ეხა ხვდებით. მილიარდი თოჯინის პულზე თოჯინა, 2 წამი შეხედა, გაიხედა. რა გავაკეთო? მომედე. კარგი მარტყვის არის და კიდევ არის იოგურტები. და მე ის უნდა შევჭამ ერთი რო არის. ახლა და მე შევჭამ. და ლარო არის. არ შევჭამ ვერ მომეწონებ. Gabriele, dai. C'è che lo posso fare. Danis გამოყოფა არ შეიძლება. არ შეიძლება, რა თქმა უნდა. დედა, საფეთკი მომიტანე. ახლა თუ შეიძლება მომიტანე. თუ შეიძლება სვინი ყო და დედი ვისამოდებოდი. სხვა იტყვის ვინმე შესმაგივრად ვითო? და გავიწყდა დე? მირჩი. ხო რა უნდა მოყვე, მოუყევი ახლა დე. ზეიმზე რა უნდა მოყვე, ღია გაკვეთილზე უფრო სწორად. უფრო სწორად ბეჭედი უნდა გავიკეთო ეს ბეჭედი. ვასყვავი რო არის და ესეთი ვერცხლის არის. ეს არის ჯვირი. და დაძვილია ესა? რა ვიცი, კიდე ცოტა. ხო, ცოტა ჯვილია და არ გაიტეხოთ. რომელსაც ქვია აი ჩინის სიყვარულს ვაიტობლავი. და ეხლავე და რა უნდა მოყვე ხვალე, გამარკვი ერთი. აი კაპები ღია გაკვეთილზე უნდა გავიკეთო ესაც და ესაც. და ლამაზი უნდა ვიყო და კაბა ჩავიწვა. მერე კაბა ავარჩიოთ, ხო დედიკო? რა ფერის უნდა იცი? რა ფერის? იასამნისფერი. მე ღმერთი შემაწუხა მის იასამნისფერმა მიშველეთ ვინმე კაცი არა ხარ, ქალი არა ხარ, ვინმე? ეს ის არის. გაიწეს, ტუსა გაიწერწამ. კოლგოტი ვუყიდე. ვაიმე, ამის ზომებზე ხო ვიტანჯები ხალხო, აი როა წერია დაუშვათ 3 წელი, თუ არ 3-4 წელი თუ არ გამიხსნეს და არ მაჩვენეს, ვერ ვყიდულობ, იმიტომ რომ ცოტა პატარა ჭირდება ხოლმე რა და ეს არის აბსოლუტურად მოიცა მივადო ერთი. ო, კი კაცო, თქვი არ თხოვდება. ხოდა შორის ძალიან კარგი ხარისხია. რაღაცნაირი არც სქელი, არც თხელია, მოკლედ ძალიან მომეწონა და დედა ეს ჩემია. კი, კაბაზე უნდა ჩაგაცო, ეხლა სიმართლე გითხრათ. კაბაზე? თვითონ დათბა, მაგრამ ანუ მაინც ესე შიშოფეხზე ვერ ვისკავრო ჩავაცვა. თბილად მეჩვება. ხო, პარასკევს უნდა დაწყებულიყო ზეიმები, მაგრამ ვეღარ იწყება ჩემთან ზეიმი. თორე ვერც ამის ღია გაკვეთილზე ვერ მივიდოდი ხვალ, იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ რომ ვქვითინებდი. იმიტომ რომ ღია გაკვეთილი მე თვითონ მქონდა, ისა ღია გაკვეთილი კი და ზეიმი და ამის ღია გაკვეთილზე ვერ ვესწრებოდი. გენერალური ნორმალურად გენერალური მარიკო ვისვეუბნები კოვზი გენერალური რეპეტიცია მქონდა და ამიტომ ხო და ხა რადგან გადაიდო, იმიტომ რომ ჩუტყოვილა მოდაში. ვაი მე რა მჭირს ხალხო მოდებული და ძალიან ბევრ ბაღში სხვათა შორის. ხო. ამიტომაც გადაიდო. მარიკო რა არის ეს რანაირად მიირთმე ვერ გავიგე. მოგწონს? მიირთვი ნორმალურად თუ შეიძლება. კაი დედიკო რა არის ეს თხლაპუნი? ხოდა ისა. ამიტომ მოკლედ ხვალ ვახერხებ რომ დავესწრო ჩემი გოგოს
გამოსაშვებ რაღაცა იმას რა ქვია. იცი რა გაკვეთილი ქვია პრინციპში რა სხვანაირად რა გაკვეთილი იმიტომ რომ გამოსაშვების ხარზე იმია. დედიკოებს და მამიკოვებს. ხო და ვაიმე ჩემი სიცოცხლე. ახლა ხო ჩემი დედა ხარ და უნდა დავესწროთ დედები მამიკოები. დავესწრები აბარას. ხო და ნახოთ რა სიზავს ხა. ეს ხო ცოტა როგორია ცოტა. ჩემთან ნახვაზე რაღაცა იბუსება და რაღაცები ბავშვებს ჭირთ ხოლმე ეგეთ რაღაცები და მაქსიმალურად შევეცდები თლად ძალიან არ დამინახოს, მაგრამ ეხა იმ პატარა ოთახიდან უნდა გავიქცე. გინდა არ და დაგინახავს. ხო და ესეთი ამბები. მოდი მარიკო არ არის კარგად ზემოდან არის მაჩვენე დედი კოზი. ეს ფოტოშორი ძალიან კარგი კოზია. ვერცხლია და აი ძალიან ვერცხლი კი არა და რაღაცა. აი შეთ ვერცხლია. ვერცხლი არ მახსოვს. ცოტა გვი. რაღაცას მეუბნებოდა დედაჩემ, მაგრამ არ მახსოვს. დედა ძვირს და იმას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ღირდეს 2 ლარი და ძალიან ლამაზი იყოს, დე. გესმის საყვარელო? არ აქვს ეს ძვირი საიდან მოიტანე და იაფი. მოდი. ვაა მინახეთ. აი რა საყვარელი ყიდია ჩიჩი. წეგან მითხრა რომ მარტო მაშინ მოვიხსნი რომ დავწევიო. აი ჯუკ. დედა სიყვარული ყაი. პატარა. დავემშვიდობოთ და. კარგად. გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. პარასკევს ვიფრინავს ჩემინი და პარასკევს კარგია რომ ზემი არ მაქვს, იმიტომ რომ რომელ რაღაცები მინდა გავამზადო, გვიან მიფრინავს მოკლედ და აქ იქნება ჩემთან კი არ და სახლში ზოგადად. ნუ დაბლა იქნება რა ჩემთან აქ რა. აქ გვინდა რომ გავშალოთ რაღაცები მოკლედ. ნახოთ. მწვადი რაღაცები გვინდა მოკლედ და ხინკალი რაღაცები ხინკალი გადაირია ისე მოეწონა. რამაც ძალიან გამახარა. ციცინათელა მოხტანს. ჭიამაია. ჭიამაია. მე კიდევ ციცინათელა. ხო და გუშინ იძახდა რომ პირველად ვიძინებო ესე რომ ბავშვის გარეშე რომ ჩამოვიდა საქართველოში ამ ჩემი ძმისის გარეშე რა. მაგას საფულზე ეძინა, ანუ თავის საფულზე ეძინათ რა. ხო და და მე უნდა დაგეგრები. მე დავინახე შენ ტერევზში რომ ჭიამაია ხარ. შენ ხო ჭიამაია უნდა იყოს იმზე მერედე? კი. მოდი გაკუცდე და აჰა. ბახში. ხო და. ბახში? კი ისე ხარ. შენ ბახში? ჩემ ბახში არა შენ ბახში და. ჩემ ბახში. მოდი და სოცხალე ხარ შენ. ჰაი ხალხო. ვაიმე, ხალხი დილი ფიცად იაყენებს მაღვიძარას, მაღვიძარა ხო იცით რა ბუდელიკი. რომ ადგნი და აიმედე და ხეხონ სახლი. რა იყო არ გახდება 8 9 10 12 პირველი იყოს 2 რატო გაგვიანდება იყოს 5 მე ვაფშე არ მაგვიანდება ხალხო რა ძალაგადგეთ ადიქი და აყავა დალიეთ მეზობლებში ახლა მესახში ყავაც არავსა გაჯურდა აფაჯიდან იხედეთ ვინმე გაივლის გამოელაპარაკეთ ან რაღაცას მოგაწვენ ან ალუჩას იყირის ვინმე ამოგაწვის პატის აქცევს რა იყო ქალო გახდეთ 2 3 4 5 სად გაგვიანდება დაალა 6 საათზე ვინ გაგაკონტროლებს ვინ შეწუხდება მოვიდეს თვითონ დაალაგოს ხო ვინ ხედავ უპირდო და შლაპით ვზივარ ახლა ის ტრენდულობა რო არ დავკარგო რა აგერ შენი ლაკით ვისია მეტი საქმე არა მაქვს ხო ჭუტვის ხეხოში ავიძრო ლაკი დაგროდეს და მე დავრეცხავ რა უჩინს მიჩი მატიანდა ხალხო ზუდა მოდუმდით თოროკ ასე დაგიხართ მოჭიმულები და ესარეცხი ჭუტი იყოს მე დავრეცხავ მერე დამეზარება იყოს ხვალ დავრეცხავ ხვალაც დამეზარება ამჩევ გაწელი გარმო დავრეცხავ ზეკ თუ დამეზარება ვაფშე ჩავყრი პარკში და გადავყრი ხვალა ბიძა თავარ ხალხო ნუ დაკარგავთ რა დასვენების საშუალება იცხოვრე რა რა იყო დილიდან ეხვაგლედლა უიდე ქართველი კაცი რო ბებიის პენსიას ელოდება
თუ კრაკადილი იყიდოს და მოსაწევი, მოსაკაჩი და მერე იაროს ხანჭი ხანუკან. და ესეც ის ცოლი რო დაეწეს ფოტოზე სტატუსს მარტო ჩემი გული. ვის რა სიკვდილად უნდა კაფეზე მანდეშებს ჩამპანი ნარკომანი. მარტო ჩემი, შენი იყოს დაო, დასვიდანია. მე то მაღალო. ქართველი კაცი მაგას რო გააკეთებ, რომ ბებიის პენსიას ელოდები, რომ 15 ლარი გაჩუქოს. სიო დაო, რა კიდე ეგეთი ქმარი შვილო. რომ აჩუქო, ხო პულის კილოთ არ გამოვიყიდებ. 10 ლარი მივეცი იმაში, ტყემალში. ისეთია რომ ეგრევე გკლავს.